დღის სხვა სიახლეებს წარმოგიდგენთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერთან მისასვლელი კილომეტრნახევრიანი ქვაფენილის გზა დაიგო. ელიას ფრაზე მონასტრის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყო, მაგრამ მონასტრამდე მისასვლელი გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ღირებულება 312,456 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ელიას მთაზე დაასრულა პეტრე-პავლეს მონასტერთან მისასვლელი გზის მშენებლობა. პროექტის ღირებულება არის 300,000 ლარი. ამიერიდან მოსახლეობას, მომლოცველებს შეეძლებათ კომფორტული გზით მოსვლა მონასტრამდე. ეს გზა არა მარტო სულიერების გზა, არამედ ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი განვითარების გზა. ეს ის სულიერი გზა, რომელსაც თითოეული ადამიანი მიყავს ღმერთთან. მონასტერში მისასვლელი გზა ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდაც ქვემო ქართლში ახლა უამრავი გზა შენდება.